მადლი ჰქენი ქვაზე დადე, გაიარე, წინ დაგხვდება. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ძალიან მდიდარი სოდაგარი და ჰყავდა 3 ვაჟი. შვილები რომ წამოეზარდნენ, მამამ უთხრა. შვილებო, თქვენ უკვე ვაჟკაცები ხართ. საცაა ჩემი ადგილი უნდა დაიჭიროთ და სახლსაც და ქონებასაც შესაფერისად უნდა მოუაროთ. ამიტომ მინდა გამოგცადოთ, რომელს რა უნარი გაქვთ და ჩემი საქმე და მემკვიდრეობა ღირსეულს ჩაგაბაროთ. გამოიტანა დიდძალი ფული, ოქრო ვერცხლი, ჩააბარა უფროს შვილს და გაგზავნა სხვა სახელმწიფოში. თან დააბარა, აი ეს ფული როგორც გინდა, ისე მოიხმარე. იყიდე რაც გინდა, გაყიდე და საქმე შენი ჭკუით აწარმოეო. ზარალისა არ შეგეშინდეს, ოღონდ ნიჭი და მოსაზრება გამოიჩინე და ფულს კიდევ დაგიმატებო. გადაკოცნა შვილი, გამოემშვიდობა და გაუშვა. წავიდა ბიჭი, მოიარა ბევრი ქვეყანა და ქალაქი, მაგრამ იმის შიშით არ მოვტყუდე და ვიზარალო, ვერც რამე იყიდა და ვერც გაყიდა. პურიც კი ვერ აჭამა საკადრისად. დაბრუნდა შინდა გატანებული ფული მამას უკლებლივ მიუტანა. არა, შვილო, შენ საქმეში არ გამოდგები. უთხრა მამამ. შენს ხელში ფული უძრავად მოკვდება და ზარალის მეც არაფერს მოგიტანს. ამიტომ არც მემკვიდრედი ვარგებ. იჯექი შინ და ყოველდღიური საქმე აკეთე. საშუალოსაც იგივე დაემართა. წავიდა, ქვეყნები შემოიარა და გატანებული ფული მამას უკლებლივ მოუტანა. მაშინ მამამ უმცროსი შვილი დაიბარა. მისცა უამრავი ფული, ოქრო ვერცხლი და უთხრა. შვილო, ახლა შენი იმედიღა შემომრჩა. თუ მიშველი, შენ მიშველი. თუ არა და ჩემი სიმდიდრე დაღუპულია. წადი, წაიღე ეს ფული და როგორც გინდა ისე მოიხმარე. იყიდე და გაყიდე. თუ და გაკლდება, შემატყობინე და კიდევ გამოგიგზავნი. გადაკოცნა შვილი და გაისტუმრა. წავიდა ბიჭი და უცხო ქალაქებში სიარული დაიწყო. თან ყველაფერს გულისყურით ათვალიერებს და ფიქრობს, ფული სარფიანად რაში დავაბანდო. ერთ დღესაც გავიდა ერთ უცხო ქვეყანაში და დაინახა, რომ ერთ კაცს ცალყურა მკვდრისთვის წნელი ჩაუბამს და სადღაც მიათრევს. მეორე კეტით მისდევს უკან უჟაპუნებს და უჟაპუნებს მკვდარს კეთს და თან დასძახის. სულ ერთია, საფლავში ჩაყვები და ჩემ ვალს არ შეგარჩენ. მივიდა სოდაგრის შვილი, ეცა ხელებში კეტიან კაცს და შეაჩერა. კაცო, რას ემართლები, რომ ასე უმოწყალოდ ცემ? დარმა ეგეთი რა დაგიშავა? კითხა კაცს. როგორ თუ რა დამიშავა, ჩემი 8 თუმანი მართებს და სანამ არ გამისწორდება, არ მოვეშვები. მიუგო კეტიანმა. კაცო, რა უცნაური ხალხი ყოფილხართ. მკვდარი რა ვალს გადაგიხდის? გაუკვირდა ბიჭს. მაშ რა ვქნა, ვინ ამინაზღაურებს ჩემ 8 თუმანს? მიუგო კაცმა და მკვდარს ისევ ზაპაზუპი აუყენა. სოდაგრის შვილმა ისევ დაუჭირა კეტი და უთხრა. ოღონდ ამ მკვდარს ნოაწვალებ და რაც ვალი აქვს მე გადაგიხდი. ამოიღო ფული. მისცა ორივეს თავთავიანთი ვალი და მკვდრისთვის წნელი შემოახსნევინა. დაჭდა და დაფიქრდა. აი რა არის მონის ცხოვრება. ცოცხალს ტყავს აძრობენ, მოკვდა და მკვდარსაც სისხლს წოვენ. ღვთის კერძო ადამიანს ასეთი რამ არ ეკადრებაო და გადაწყვიტა, ეს უპატრონო მკვდარი უნდა დავმარხო და საკადრისად გავაპატიოსნო. იქირავა კაცები, მოიწვია მღვდელი, იყიდა ყველაფერი, რაც მდიდრული გასვენებისთვის იყო საჭირო. მკვდარი ოქროს კუბოში ჩააწვენინა და მთელი ზარითა და გლოვით დაამარხვინა. ამასაც არ დასჯერდა, დაიქირავა სახელგანთქმული ხელოსნები და საფლავზე მარმარილოს ძეგლი აღუმართა. ყველაფერი რომ მოათავა, წამოღებული ფულიდან და ოქრო ვერცხლიდან ბევრი აღარაფერი შერჩა. დაბრუნდა შინდა, რაც ჩაიდინა მამას ყველაფერი უამბო. მამამ ძალიან მოუწონა და შეაქო. ბარაქალა შვილო, კარგი საქმე ჩაგიდენია. ახლა 1-2 დღე დაისვენე, მერე დაგიმზადებ 12 აკლემთ ვალმარგალიც, გაიტანე სხვა ქვეყნებში, გაყიდე და როგორც ჭკუამ გაგიჭრას, ფული ისე მოიხმარე. გავიდა ერთი კვირა. მამამ 12 აკლემი თვალმარგალიტით დაუტვირთა და უთხრა. წადი შვილო, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ოღონდ ერთ დარიგებას მოგცემ და არამც და არამც არ დაივიწყო. უკაცოდ, უამხანაგოდ გაგიჭირდება. ამხანაგად და თანაშემწედ კი ისეთი კაცი აიყვანე,
ვინც შენკენ რბილ პურს მოთლის, თავისთვის კი ხმელნაჭრებს დაილაგებს. ასეთი კაცი არ გაგყიდის, არ გიღალატებს და მუდამ გულდაჯერებული იქნები. გადაკოცნა და გაისტუმრა. გაირეკა სოდაგრის შვილმა ქარავანი და წავიდა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა გავიდა ერთ ქალაქში და ღამის გასათევად ქალაქ გარეთ დაბანაკდა. გაგზავნა კაცი ქალაქში და დაავალა. გამოაცხადეს სახალხოდ, რომ კარგ თანაშემწეს ვეძებდა, ვისაც სამსახურის სურს მოვიდეს და გამირიგდესო. მოვიდა ერთი კაცი და მოახსენა. გავიგე თანაშემწე გდომებია და თუ მიმიღებ გემსახურებიო. სოდაგრის შვილმა სუფრა გაშალა და უთხრა. აბა ეგ პური დაჭერი, მე ტიკჭორიდან ღვინოს ჩამოვასხამ. ჯერ პური უჭამოთ და საქმეზე მერე ვილაპარაკოთ. დაჭრა პური ახალმოსულმა და რაც რბილი და კარგი ნაჭრები იყო, სულ თავისკენ დაილაგა. სოდაგრის შვილს კი დამწვარი და ხმელი ყუები გადაუწყო. დასხდნენ პურის ჭამაზე და სადილი რომ გაათავეს, ახალმოსულმა ჰკითხა. აბა რა სიტყვი, ამიყვან თუ არაო? არა, ვერა გიყვან. უთხრა სოდაგრის შვილმა და დაითხოვა. მეორე დღეს კიდევ მეორე კაცი მოვიდა. სოდაგრის შვილმა იმასაც პური მისცა დასაჭრელად და თვითონ ტიკჭორესთან წავიდა. უცხომ პური დაჭრა და სუფრაზე თანაბრად გაანაწილა. ჭამეს პური და კაცმა ჰკითხა. რას მეტყვი, მიმიღებ სამსახურში თუ არაო? არა, ვერ მიგიღებ. უთხრა სოდაგრის შვილმა და ისიც უკან გააბრუნა. მესამე დღეს ერთი არაბი მივიდა და უთხრა. შენთან სამსახური მინდა და რა სიტყვი, მიმიღებ სამუშაოდ თუ არა? ჯერ პური ვჭამოთ და საქმეზე მერე ვილაპარაკოთ. მიუგო სოდაგრის შვილმა და პური მიაწოდა. სანამ ღვინოს ჩამოვასხამ, ეგ პური დაჭერი და სუფრაზე გაანაწილე. დაჭრა არაბმა პური და ყველა კარგი ნაჭერი სოდაგრის შვილს გადაუწყო. თვითონ კი კუტი და გამხმარი ნაჭრები დაილაგა. ჭამეს პური და ჰკითხა. აბა, რას მეტყვი, მიმსახურებ თუ არა? პირობას რა სიტხოვ? ჰკითხა სოდაგრის შვილმა არაბს. შენი თანხის თავნი შენ. მოგება, ნახევარი მე, ნახევარი შენ. მიუგო არაბმა. კეთილი და პატიოსანი. უთხრა სოდაგრის შვილმა და ხელი გაუწოდა. მომე ხელი და საქმეს შევუდგეთ. არა, უთხრა არაბმა. ერთი პირობა კიდევ უნდა დავდოთ. ბრძანე, გისმენ. უთხრა სოდაგრის შვილმა. მე შენი ხელქვეითი ვარ და რასაც მიბრძანებ უნდა ავასრულო, მაგრამ სამირამ შენც ხმის ამოუღებლად უნდა დამიჯერო. დათანხმდა სოდაგრის შვილი, დაკრეს ხელი ხელს, შესხდნენ ცხენებზე და გაირეკეს ქარავანი. იარეს და ერთ დაბრულ ტყეში შევიდნენ. ეს ტყე სულ მტაცებელი ნადირით იყო სავსე და უხიფათო სიარული ჭირდა. არაბმა უთხრა სოდაგრის შვილს. ახლა ქარავანს მე გავუძღვები და შენ უკან მოჰყევი. ეს არის ჩემი პირობის პირველი მუხრი და უსიტყვოდ დამიჯერე. დაუჯერა სოდაგრის შვილმა, გაუშვა წინ არაბი და თვითონ უკან მოექცა. შევიდნენ თუ არა ტყეში, მხეცებმა იკრეს სუნი და ყოველი მხრიდან საქარავნო გზას მოაწყდნენ. ბრუნავს არაბი ბორბალივით, ისვრის თოფს, იქნევს ხმალს და მხეცებს ისე იგერიებს. ასე რომ არაბმა უნებლად გაატარა ქარავანი ტყეზე და აიყვანა უღელტეხილზე. სოდაგრის შვილი უსაზღვროდ მადლობელია თავისი თანაშემწისა და გულში ფიქრობს, საქმეს რომ მოვრჩებით, ეს კაცი გულუხვად უნდა დავასაჩუქროო. უღელტეხილზე არაბმა ქარავანი შეაჩერა. დაუძახა თავის ბატონს, მთის იქით გადაახედა და ერთი უზარმაზარი ქალაქი დაანახვა. ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. აქ ცხოვრობს ამათი ხელმწიფე და ყველა მსხვილი ბაზარიც აქ არის თავმოყრილი. ჩვენც აქ უნდა დავბინავდეთ და ვაჭრობა გავაჩაღოთ. ახლა შენ ცხენზე შეჯექი და დაწინაურდი. მიდი ხელმწიფესთან სასახლეში და ბინას თხოვე. ხელმწიფეს ერთი მზეთუნახავი ქალი ჰყავს, მაგრამ ქალი ხმას არ იღებს. ხელმწიფეს გამოცხადებული აქვს, ვინ ჩემს ქალს აალაპარაკებს, ცოლად იმას გავატანო. ქალაქი ქალის მთხოვნელებით არის სავსე და შეიძლება ხელმწიფემ გითხრას, ბინა არა მაქვსო. მაშინ შენ უთხარი, ეზოში რომ ერთი მიგდებული ხოხი კიდგას, იმაში დავბინავდებითქო. ხელმწიფე ამაზე უარს ვერ გეტყვის და ჩვენი ქარავანი იქ დავაბინაოთ. სოდაგრის შვილს ქოხში დაბინავება არ მოეწონა, მაგრამ არაბმა ხმა არ ამოაღებინა. ეს ჩემი პირობის მეორე მუხლია
და პირობის თანახმად ვალდებული ხარ უსიტყვო დაასრულაო. სოვდაგრიშვილი უსიტყვოდ დაემორჩილა და წავიდა ხელმწიფესთან. ხელმწიფემ ნება დართო და ქარავანი ქოხში დააბინავა. მილაგდ-მოლაგდნენ და დაიძინეს. მეორე დილას არაბმა უთხრა სოვდაგრიშვილს. მე ახლა ბაზარში გავალ და თვალმარგალიც გავიტან. მივყიდ-მოვყიდი და თავანსა და მოგებას ორივეს ჩაგაბარებ. შენ ამ ქოხში დარჩები და იცოდე, არამც და არამც კარში არ გამოიხედო, ან ფანჯრიდან არ გადაიხედო. ეს უკვე მესამე და უკანასკნელი მუხლია ჩემი პირობისა და ესეც უსიტყვო დაასრულე. კარგი, დათანხმდა სოვდაგრიშვილი. არაბმა გაივსო თვალმარგალიტით უბეჯიბეები და გავიდა ბაზარზე. ერთ კუთხეში სოვდაგრები რაღაცას ბუზებივით ეხვეოდნენ. არაბი მივიდა და ნახა, რომ ერთი კაცი კაცივით მოლაპარაკეთში წყიდის და არის ერთი ცილობა. არაბმა არც აცია, არც აცხელა და ჩიტის პატრონს უთხრა. 10 მარგალიტს მოგცემ, თუ თვითონ ჩიტიც თანახმა იქნება, რომ მე ვიყიდო. თუ კარგად მომივლი, დამბან გამასუფთავებ და 10 ჯამას მას მომაკლებ, თანახმა ვარ. დაილაპარაკა ჩიტმა. ცივნიავს არ მოგაკარებ. შეჰპირდა არაბი და კაცს ჩიტი გამოართვა. მერე მიყიდ-მოყიდა, რაც სადღეისოდ ჰქონდა წამოღებული და ოქროს ფულებით გამოტენილი ქისით წავიდა თავის ბატონთან. მივიდა და რას ხედავს. ქოხის კარფანჯრები მილეწილ-მოლეწილი ყრია. ავეჯი დამტრეული და თვითონ სოვდაგრიშვილიც ზღურბლზე გდია გულწასული. თურმე არაბი რომ წავიდა, სოვდაგრიშვილს ცნობის მოყარეობამ წასძლია და ფანჯრიდან გადაიხედა. დაინახა კოშკის ფანჯარაში გადმომდგარი ხელმწიფის მზეთუნახავი ქალი და მერე რა ჩაიდინა თვითონაც აღარ გაუგია. არაბი იმ წამსვე ყველაფერს მიხვდა და ცივი წყალი მოარბენინა. მიასხურა გულწასულ ვაჟს და მოასულიერა. უსაყვედურად ჩემი სიტყვა რატომ არ გაიგონეო და თვალმარგალიტში აღებული ფული მიუთვალა. სოვდაგრიშვილმა ფულს ზედ არ შეხედა და არაბს უთხრა. არაფერი მინდა. ფულიც შენი იყოს და თვალმარგალიტიც. ოღონდ თუ ჩემი სიკეთე გსურს, როგორმე ის ქალი ხელში ჩამაგდებინე. მაგაზე ადრევე ვიზრუნე. უთხრა არაბმა ბიჭს. შენ ფული მიითვალე და დამშვიდებული იყავი. ის ქალი მალე შენი გახდება. მიუთვალა ფული სოვდაგრიშვილს და ისევ ბაზარში წავიდა. იყიდა თავისთვის ერთი ხელი კარგი ტანის ამოსი. გამოეწყო მდიდრულად. ჩაისვა უბეში მოლაპარაკე ჩიტი და ხელმწიფის სასახლისაკენ გასწია. რა გნებავს? კითხა ხელმწიფემ. გეახელით, რომ თქვენი მზეთუნახავი ქალი ავალაპარაკო. მიუგო არაბმა. ხელმწიფემ ეჭვის თვალით შეხედა და ჰკითხა. რომ არ დაგელაპარაკოს, რა სიზამ? რაც გსურდეთ, ის სასჯელი დამადეთ. მიუგო არაბმა ხელმწიფეს. ხელმწიფეს ეწყინა, ვიღაც არაბი ჩემი ქალის თხოვნას როგორ ბედავსო და მუქარით უთხრა. იცოდე, მაგ თავხედობისთვის სიკვდილი არ აღწდება. თანახმა ვარ. მიუგო არაბმა. ოღონდ თქვენი ქალი შემახვედრეთ და თუ ვერ ავალაპარაკე, აასრულეთ თქვენი მუქარა. ამაზე აღარც ხელმწიფეს ეთქმოდა რამე. გაიყვანა არაბი ერთ ოთახში და უთხრა. აქ იყავი და ჩემი ქალიც მალე მოვა. ხელმწიფე უკანვე გაბრუნდა. არაბმა ოთახი მოათვალიერა და ფანჯრის რაფაზე ერთი ოქროს საყვავილე დაინახა. საჩქაროდ გამოიყვანა ჩიტი უბიდან. საყვავილეში ჩასვა და დააფარა. ჩამოჯდა სავარძელზე და ხელმწიფის ქალის შემოსვლას დაელოდა. უცბად გაიღო კარი და გამოჩნდა ასული. უკან ვეზირი შემოჰყვა. ვეზირმა უთხრა არაბს, ჩემმა ხელმწიფემ მოწმედ გამომგზავნა, იცოდე თუ ვერ აალაპარაკებ ჩვენ მზეთუნახავს, აქედან ცოცხალი ვერ გახვალო. მზეთუნახავს კი არა, თუ გნებავთ, საგნებსაც ავალაპარაკებ. უთხრა არაბმა და საყვავილეზე მიუთითა. აგე, თუნდაც ამ ოქროს ჭურჭელს. აბა სცადეო, უთხრა ვეზირმა. არაბი მივიდა ქოთანთან და უთხრა. აბა, თქვი როგორ ხარ? მოვლა ხომ არ გაკლია? ოქროს ჭურჭლიდან ჩიტმა დაილაპარაკა. რაღა როგორ ვარ? ჩემთვის არც მოვლაა და არც პატრონობა. ტვერი და ჭურჭელი მჭამს და კაციშვილი ყურადღებას არ მაქცევს. ხელმწიფის ასულს ჯავრისაგან გულზე ცეცხლი მოეკიდა. სტუის! დაიძახა გაკაპარსებულმა. ჩემი მოახლეები ხომ წმენდნენ და ასუფთავებენ, გუშინ კიდევ ჩემი ხელით გავწმინდე. ზეთუნახავმა და ვეზირმა არ იცოდნენ, რომ შიგ ჩიტი იჯდა. ეგონად თვითონ საყვავილე ლაპარაკობსო. არაბმა გაიმარჯვა, ზეთუნახავი დარცხვენილი გავარდა, ხოლო ვეზირი ხელმწიფესთან შევიდა და მოახსენა თქვენი ასული არაბმა აალაპარაკაო.
სტოი! უყვირა ხელმწიფემ. ალბათ არაბმა ქრთამით მოგისყიდა და ჩემს მოწყუებას ამიტომ ბედაო. გააძრო ხმალი და კისერი წააგდებინა. მარტო რომ დარჩა, არაბმა ამოიყვანა ჩიტი საყვავილედან, ისევ უბეში ჩაისვა და წავიდა თავის ბატონთან. მეორე დღეს ისევ ეახლა არაბი ხელმწიფეს და ჰკითხა. მე ჩემი დაპირება შევასრულე და პირობაზე როგორ ახართ? შენის ჩემი ვეზირი ფულით მოისყიდე და ორივემ მომატყუეთ. უთხრა ხელმწიფემ. ახლა სხვა ვეზირს გამოგზავნი მოწმეთ და ვნახავ როგორ აალაპარაკებ. კიდევ იმ ოთახში გაიყვანა არაბი და თვითონ ქალისა და ვეზირის დასაძახებლად წავიდა. არაბმა ამოიყვანა ჩიტი უბიდან. ფარდის ნაოჭებში თავდაყირა გახლართა და ქალისა და ვეზირის მოლოდინში ისევ სავარძელში ჩამოჯდა. ვეზირი და მზეთუნახავი შემოვიდნენ. ვეზირმა უთხრა არაბს, აბა სცადე და ჩემი ქალბატონი ახლა ძალაპარაკეო. არაბმაც იგივე უპასუხა. გუშინაც და დღესაც ვამბობ, რომ უსულო საგნებსაც ავალაპარაკებ და ცოცხალი ადამიანი რას გამიხდება, თუ არ დაგიშლიათ, აგე იმ ფარდას ავალაპარაკებ. აალაპარაკეო, უთხრა ვეზირმა. არაბი ფარდისკენ შებრუნდა და მიმართა. აბა მითხარი, როგორ გივლიან, გწმენდნენ, გასუფთავებენ თუ არა? ფარდიდან ნახშებში გახვეულმა ჩიტმა დაილაპარაკა. აბა ეს რა მოვლა? დასაბან დასარეცხი, თავდაყირო კიდი ვარ და კაციშვილი ყურადღებას არ მაქცევს. ხელმწიფის ასული უფრო გაკაპასდა. სტყუის! წამოიძახა ხმამაღლა. არც გარეცხვა დამიკლია და არც გასუფთავება. და თუ თავდაყირა კიდია, მე რა ვქნა, წესი ეგრეა. არაბი ვეზირს მიუბრუნდა. აბა, ხომ ხედავ, უსულო საგანის ავალაპარაკე და შენი ქალბატონიც. ვეზირმა გაკვირვებისგან პირი დააღო. ზეთუნახავი მიხვდა, რომ არაბმა შეაცდინა და ახლაც დარცხვენილი გავარდა. ვეზირიც ხელმწიფესთან წავიდა და მოახსენა. იმ არაბმა შენი მზეთუნახავი ქალი მართლაც აალაპარაკაო. შენც მოუსყიდი ხარ. უთხრა ხელმწიფემ და თავი წააგდებინა. არაბმა კი გამოხსნა ნახშებიდან თავისი მოლაპარაკე ჩიტი, ჩაისვა უბეში და თავის ბატონთან წავიდა. მესამე დღეს ისევ ეახლა არაბი ხელმწიფეს და პირობა მოაგონა. მაგრამ ხელმწიფე არც ამჯერად დაჰყაბულდა და მესამედ მოსთხოვა სანაძლეო. ახლა თვითონ დავესწრები და ვნახავ ერთი როგორ აალაპარაკებო. არაბი ოთახში დატოვა და ქალის მოსაყვანად წავიდა. არაბმა დრო იხელთა. ამოიყვანა უბიდან ჩიტი და ხელმწიფის ქალი სავარძლის ნაოჭებში ქვეშიდან შეჩურთა. შემოვიდნენ ხელმწიფე და მზეთუნახავი და თავ-თავიანთ ადგილებზე დასხდნენ. აბა არაბო, მიმართა ხელმწიფემ დაცინვით. ერთი მაჩვენე როგორ აალაპარაკებ ჩემ მზეთუნახავს. კიდევ ვიმეორებ, უთხრა არაბმა. მე უსულო საგნებსაც ვალაპარაკებ, თუნდაც მაგ სავარძელს, რაზეც თქვენი ასული ზის და ცოცხალი, მეტყველი ადამიანი რომ ავალაპარაკო, ეგ რა გასაკვირია? აბა გელოდები. უთხრა ხელმწიფემ. დამანახვე, ასეთი რა ჯადოქრობა იცი. ხელმწიფეს არ სჯერა, რომ არაბი იმის ქალს აალაპარაკებს. იმედი აქვს, თავის გამოსასყიდად გვარი ამ ფულს ააძრობს და ნასიამოვნები წინდაწინვე ულვაშებში იღიმება. არაბი წამოდგა და მიმართა სავარძელს. აბა მითხარი, თავს როგორ გრძნობ, ხომ არაფერი გაწუხებს? სავარძლის ქვეშიდან ნაოჭებში შეჩურთული ჩიტი კრუსუნებს. როგორ ვარ? ამოდენამ თამაწევს მაღლიდან და სული მეხუთება. რაო, თაო? ხელმწიფის მზეთუნახავი ქალი ჯავრისგან თლად გადაირია. მიუბრუნდა არაბს და სხაპასხუპით მიაყარა. განა ასეთი ტყუილი, მოსათმენია? შენ ხომ თვითონვე მხედავ რამ სუბუქი და დანწერწეტა ვარ და ეს კი რაებს ჩმახავს. დამაცადოს ხელოსნებს გავატანინებ და სულ ნაჭერ დავაკუწინებ. წამოხტა ატირებული და თავის ოთახში გავარდა. გაწბილებული ხელმწიფეც თავის ოთახში გავიდა. არაბმა გამოიყვანა თავისი ჩიტი, ჩაისვა უბეში, გაჰყვა ხელმწიფეს უკან და ჰკითხა. ჰა, ახლა რაღაც სიტყვი. ხელმწიფე ჭირის ოფლში ცურავს. ეს რა ღვთის რისხვა დამატყდა თავს. საუკეთესო სასიძოები პირში ჩალაგამოვლებულები გავისტუმრე და ახლა ჩემი მზეთუნახავი ამ გადაბერებულ არაბს უნდა დარჩესო. შეხედა არაბს და ჰკითხა. ერთი ეს მითხარი, ამ ხნის კაც ახალგაზრდა ცოლი რადგინდა, ან რაღა დროს შენი ოჯახის მოკიდებაა?
სცდები, დიდებულო ხელმწიფე. უთხრა არაბმა. მე ჩემთვის კი არა, ჩემი ბატონისთვის ვიღწოდი. ვინ არის შენი ბატონი? დაინტერესდა ხელმწიფე. აი, ის ლამაზი ჭაბუკი, პირველ დღეს ბინის სათხოვნელად რომ გიახლავთ. უზომოდ შეყვარებულია თქვენს ქალიშვილზე და ღირსეული საქმროც არის. აურაც ხელი სიმდიდრის პატრონია და თანაც გონიერი და კეთილშობილი. თუ ინებებთ, მოგიყვანთ და თქვენ თვითონ ნახეთ. ხელმწიფემ არაბს უთხრა. მაშ თუ ეგრეა საქმე, წადი და ის შენი ბატონი ახლავე აქ მოიყვანე. წამოვიდა არაბი ქოხში და წამოიყვანა სოდაგრის ბიჭი. ხელმწიფემ ახედა და ტანწერწედა. ახალწვერულვა შაშლილი ყმაწვილი ძალიან მოეწონა. სწორედ ხელმწიფის საკადრისი გარეგნობა ჰქონდა. ხელმწიფემ იხმო თავისი ქალიშვილი. ზეთუ ნახავმა შეხედა თუ არა ბიჭს, გულში ჟრჟოლამ დაუარა. მორცხვად გაიღიმა, ბიჭმაც გაუღიმა და მათმა ღიმილმა მთელი დარბაზი გაანათა. რაღა ბევრი გავაგრძელო, ხელმწიფემ სიძე ქალიშვილი დალოცა და ქორწილის დღეც დანიშნა. არაბმა ცალკე გაიხმო სოდაგრის შვილი და უთხრა. ჩემი რჩევით, ჯერ ხომ არაფერი წაგიგია? არაფერი. მიუგო სოდაგრის შვილმა. მაშ აქაც ჩემი რჩევა დაიჯერე და არ წააგებ. უთხრა არაბმა და დაარიგა. ხელმწიფეს მოახსენე, ახლა მხოლოდ ნიშნობა გადავიხადოთ, ქორწილი კი მაშინ გავმართოთ, როცა ჩემს ბედნიერებას შობლებს შევატყობინებ და აქ ჩამოვიყვან. ასე უფრო მეტი პატივი დაგედება და ხელმწიფის თვალშიც მეტი ფასი გექნება. უთხრა სოდაგრის შვილმა ხელმწიფეს. ნება მომეცით ქორწილი ჩემი დედმამის ჩამოსვლამდე გადავდოთ და ახლა მხოლოდ ნიშნობა გადავიხადოთო. ხელმწიფეს სიძის გონიერება მოეწონა და დათანხმდა. მთელი ქალაქი მოიწვია და მხოლოდ ნიშნობა გადაუხადა. ნიშნობის დამთავრებისთანავე სოდაგრის შვილმა კაცი აფრინა თავის დედმამასთან. ასეა და ასე ჩემი საქმე და თქვენიცით როგორ ღირსეულად ჩამოხვალთო. თვითონ არაბს ამოუდგა მხარში და მთელი თვალმარგალიტი ერთ თვეში გაასაღა. თვის თავზე დედმამაც მოუვიდა და დიდი ქორწილი გააჩაღეს. მეფე პატარძლის სადღეგრძელო რომ დალიეს, არაბი ადგა და ხელმწიფის სიძეს მიმართა. მე მგონი, რაც ერთად ვართ, ერთგულად გემსახურებოდი და რაც შემეძლო, შენთვის მზრუნველობა არ დამიკლია. მართალი ბრძანებაა. მიუგო სოდაგრის შვილმა არაბს. პირობის თანახმად მოგება შუაზე უნდა გაგვეყო, მაგრამ მე ჩემს წილს მთლიანად შენ კითხობ. სოდაგრის შვილი გაშტერდა და ჰკითხა. რისთვის? სიკეთისთვის. მიუგო არაბმა. რა სიკეთისთვის? უფრო გაოცდა სოდაგრის შვილი. არაბმა გაიცინა და თავის ბატონს უთხრა. შენ მე ვეღარ მცნობ, იმიტომ რომ ცოცხალი არასდროს გინახევარ. ერთხელ ვნახე, ისიც მკვდარი. გახსოვს ორი კაცი რომ წნელით მიმათრევდა და თანკეთს მცემდა. იმათ მე 8 თუმნად მიყიდეს. მამუშავეს და სიკვდილის შემდეგაც ჩემში მიცემულ ფულს ვალად მითვლიდნენ. შენ მიეცი ის 8 თუმანი და დამიხსენი იმ მტარვალთაგან. მერე დიდრულად დამასაფლავე და ოქროდ ღირებული მარმარილოს ძეგლი დამიდგი. აი, მე სწორედ ის არაბი ვარ და საიქიოდანაც იმიტომ დავბრუნდი, რომ შენთვის სიკეთე გადამეხადა. ახლა ვალი უკვე გასტუმრებული მაქვს. შენს ბედნიერად გტოვებ და მშვიდად, გულდამშვიდებით დავუბრუნდები ჩემს საუკუნო სასუფეველს. ეს თქვა არაბმა და გაქრა. მეკორწილენი გაშტერებულნი დარჩნენ ასეთი უცნაური ამბით, ხოლო როცა გონს მოვიდნენ, სოდაგრის შვილს საქციელი შეუქეს და ყველამ ერთხმად აღიარა. სიკეთე და მადლი მკვდართანაც არ იკარგებაო. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.